არავინ მოელოდა, რომ ისლამ მახაჩევი ამას იტყოდა. რატომ თქვა უარი UFC-ს საუკეთესო მებრძოლმა იანურის ბრძოლაზე და ვინ იყო ის იდუმალი მეტოქე, რომლის სახელსაც ორგანიზაცია მალავდა? უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, რადგან ბოლოში გაიგებთ მთავარ სენსაციას. მზად არის თუ არა მახაჩევი იანვარში მერაბ დვალიშვილის გზას გაჰყვეს, თუ მას უბრალოდ შეეშინდა რისკის. ეს უნდა იცოდეთ. დღეს უნდა ვისაუბროთ კაცზე, რომელიც ამ მომენტისთვის UFC-ს რეიტინგების სათავეშია, ისლამ მახაჩევზე. P4P რეიტინგის პირველი ნომერი. ადამიანი, რომელსაც ბევრი დაუმარცხებელ მანქანად მიიჩნევს, სკანდალში ეხვევა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას იანურის დასაწყისში ბრძოლა შესთავაზეს, თუმცა მან კატეგორიული უარი განაცხადა. რას ამბობს მახაჩევი? ისლამმა ინტერვიუ მისცა უხა ტაიკას, თუ სწორად გამოვთქვა ამ სახელს, სადღაც მედიაში ამოვქექე. როდესაც ჰკითხეს, როდის დაბრუნდება ოქტაგონზე, მან პირდაპირ თქვა: ჯერ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ იანვარში ჩხუბი შემომთავაზეს და უარი ვთქვი. მეგობრებო, დაფიქრდით. დეკემბერში ურეკავენ და ეუბნებიან, იანვარში უნდა იჩხუბო. ეს ხომ დაცინვაა? კაცი, რომელიც თავის რეპუტაციას უფრთხილდება, ასეთ მოკლე დროში კემპს, მოსამზადებელ ბანკავს ვერ გაივლის. ისლამმა აღნიშნა, რომ იანვარი შეუძლებელი თარიღია, რადგან მას სჭირდება მინიმუმ 3 თვიანი სერიოზული მომზადება. მათ მითხრეს, იანვარში გამოხვალო? მე უპასუხე, რომ უკვე გვიანია. მე მზად უნდა ვიყო, რომ ასეთ დონეზე ვიჩხუბო. ამიტომ იანვარში ჩემი ნახვის შანსი ნულია. რამადანის ფაქტორი და თეთრი სახლი. აქ უკვე შემოდის ის თემა, რაც ჩვენ კარგად ვიცით, რამადანი. ისლამი ამბობს, რომ მისი დაბრუნება სავარაუდოდ რამადანის შემდეგ მოხდება, აპრილში, მაისში ან ივნისში. საინტერესო ის არის, რომ მან ახსენა თეთრი სახლის ტურნირი, UFC White House-ი. თუ UFC-ს უნდა, რომ ისლამი ამ ისტორიულ ივენტზე იხილოს, ის მზად არის დაიცადოს. თუ არა და უფრო ადრეც გამოვა. გესმით რა ხდება? ის ნომერ პირველია, საუკეთესოა დღეს მოქმედ მებრძოლებში. მაგრამ ის არ არის ტიპური შოუმენი. სანამ ვინმე იტყვის, რომ მე რუს მებრძოლს ვიცავ, გეტყვით პირდაპირ. მახაჩევი არის ტექნიკური, ძლიერი ჩემპიონი. მაგრამ გართობის თვალსაზრისით, მოდით ვაღიაროთ, ბევრი სხვა მებრძოლია, თუნდაც ჩვენი ილია ან მერაბი, ვინც ბევრად უფრო მეტ ცეცხლს ანთებს ოქტაგონზე. მახაჩევი უფრო პრაგმატულია. მას ფულის შოვნა და ტიტულის შენარჩუნება აინტერესებს. თქვენ რას ფიქრობთ? მახაჩევი მოსაწყენი ჩემპიონია თუ უბრალოდ ზედმეტად ჭკვიანი? მაგრამ მოიცადეთ, ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. ვინ იყო ის მებრძოლი, რომელიც ისლამს იანვარში საზარბანე ცხორცად შესთავაზეს? თავად ისლამს აქვს თავისი ვერსია და ეს სახელი ბევრს გააოცებთ. მაშასე, გადავიდეთ მთავარზე. ვინ იყო ის კაცი, ვის გამოც UFC მახაჩევს შუაღამისას დაურეკა? ისლამი ამბობს, რომ ორგანიზაციას კონკრეტული სახელი არ უთქვამს, უბრალოდ თარიღი შესთავაზეს, თუმცა თავად მახაჩევს აქვს თავისი ეჭვები. სახელი არ უთქვამთ, მაგრამ გულახდილად გეტყვით, ვფიქრობ ეს მაიკლ მორალესი იყო, აცხადებს ჩემპიონი. წარმოგიდგენიათ, მაიკლ მორალესი, ახალგაზრდა, მშიერი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბიჭი, რომელიც რეიტინგში მეოთხეა და საოცარი ჰაიპი აქვს. ბევრმა იკითხა, იქნებ კამარუ უსმანი იყო? იცით, რომ უსმანი დიდხანს ითხოვდა ამ ბრძოლას, მაგრამ ისლამი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდია და ზუსტად არც მან იცის და არც მის მწვრთნელს ქონია წვდომა ამ ინფორმაციაზე. UFC-ში ხომ ასეა, ჯერ გეკითხებიან, ჩხუბლობ და თუ იტყვი კი, მერე გიგდებენ კონტრაქტს სახელით. მახაჩევმა კი ეს პროცესი საწყისშივე დაბლოკა. სამართლიანია მახაჩევის კრიტიკა? მოდით ობიექტურები ვიყოთ. როცა 16 ნოემბერს ჩხუბობ, იანურის დასაწყისში ისევ ოქტაგონზე გასვლა თითქმის თვითმკვლელობაა. ეს არ არის პასტელი, როგორც მახაჩევი ამბობს. ვერ შეუკვეთავ ჩემპიონს ისე, როგორც ყველიან ხაჭაპურს საცხობში. სჭირდება ბანაკი, სჭირდება მეტოქის შესწავლა, სჭირდება წონის კლება. მახაჩევი ზედაწონაში ავიდა, იქ კი ბიჭები ბევრად დიდები არიან. ერთი შეცდომა და ის დაკარგავს ყველაფერს, რაც წლების განმავლობაში აშენდა. მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის, რომელიც მიჩვეულია მერაბის, ილიას ან თუნდაც პოატანის ტემპს, მახაჩევის ეს ფრთხილი მიდგომა ცოტა გამაღიზიანებელია. ჩვენ გვიყვარს მებრძოლები, რომლებიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას მზად არიან. მახაჩევი კი პრინცესასავით არჩევს თარიღებს, ხან რამადანია, ხან მომზადება აკლია. თქვენი აზრით, მახაჩევი მართალია, რომ საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდება? თუ უბრალოდ ქამარზია ჩაბღაუჭებული და ეშინია ისეთი მშიერი ბიჭების, როგორიც მორალესია?
მომდევნო ნაწილში გადავალთ ყველაზე ცხელ თემაზე. თუ მახაჩევი იანვარში არ ჩხუბობს, ვინ ჩაანაცვლებს მას? და საერთოდ, აქვს თუ არა აზრი მის ყოფნას თეთრი სახლის ტურნირზე, სადაც ამერიკელებს საკუთარი გმირი სჭირდებათ და არა დაღესტნელი მებრძოლი. იქნებ UFC მის სპეციალურად ჩააჩოჩა? ახლა მოდით რეალობას ჩავხედოთ თვალებში. ისლამ მახაჩევი ამბობს, რომ მას თეთრი სახლის ტურნირზე, UFC White House, გამოსვლა სურს. ჟღერს ამბიციურად, არა? მაგრამ მოდით დავფიქრდეთ. ეს არის ივენთი, რომელიც ამერიკის ისტორიასა და პატრიოტიზმზეა გათვლილი. ვინ უნდა დაუპირისპირონ მახაჩევისნაირ მებრძოლს, რომ ამერიკელმა პუბლიკამ ისიამოვნოს? თუ გადავხედავთ რეიტინგს, მახაჩევის პოტენციური მეტოქეები არიან შავკატ რახმანოვი, ღაზახეთი, იან გერი, ჩინეთი, მაიკლ მორალესი, ეკვადორი. ხედავთ აქ სადმე ამერიკელს. ერთადერთი ვარიანტი ბელალ მუჰამედი იყო, მაგრამ მან წააგო და თან ისიც არ არის ტიპური ამერიკელი გმირი მაყურებლისთვის. იყო შონ ბრედი, მაგრამ მორალესმა ის უბრალოდ გადათელა. გამოდის, რომ მახაჩევის მოთხოვნა იჩხუბოს ამერიკულ ისტორიულ ივენთზე, ცოტა უცნაურია. იქნებ UFC-მ სწორედ ამიტომაც არ დაუზუსტა მეტოქე იანვარში. მათ იციან, რომ მახაჩევი არ არის გაყიდვადი სახე ამერიკისთვის. რატომ არ არის ისლამი ენტერტეინერ? მოდით გულწრფელად ვთქვათ, მახაჩევი არის სპორტსმენი, მაგრამ ის არ არის შოუმენი. მისი ბრძოლის სტილი, მისი ინტერვიუები, ყველაფერი გათვლილია მხოლოდ შედეგზე. კი, ის ნომერ პირველია P4P რეიტინგში, მაგრამ ხალხს კონორ მაკგრეგორი, ილია თოფურია ან მაქს ჰოლოვეი იმიტომ უყვარს, რომ ისინი ოქტაგონზე სანახაობას დგამენ. მახაჩევი კი უბრალოდ სამუშაოს ასრულებს. და აი აქ ჩნდება მთავარი ეჭვი. ხომ არ სურს UFC-ს, რომ ჩემპიონი შეიცვალოს? მაიკლ მორალესი არის ახალგაზრდა, აფეთქებადი, ქარიზმატული. თუ მახაჩევი მასთან ბრძოლას აპრილ-მაისამდე გადადებს, მორალესი კიდევ უფრო მოუმატებს. ისლამი ხვდება, რომ დრო მის წინააღმდეგ მუშაობს. 25 წუთიანი ბრძოლა ნოემბერში არ არის ხუმრობა, სხეულს აღდგენა სჭირდება, მით უმეტეს როცა ასეთი მშიერი მგლები გეძებენ. ჩემი დასკვნა. ვფიქრობ, ისლამმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო თავისი კარიერისთვის, მაგრამ არასწორი გულშემატკივრებისთვის. ჩვენ გვინდა ჩემპიონები, რომლებიც არ ითვლიან კალენდარში დღეებს და არ იმალებიან რამადანის უკან ყოველ წელს. თუ შენ საუკეთესო ხარ, უნდა დაამტკიცო, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოსვლა. მერაბ დვავიშვილმა აჩვენა რა არის ნამდვილი მებრძოლის სული. მახაჩევი კი უფრო ჭადრაკის მოთამაშეს გავს. ხალხო, მოდით პირდაპირ ვთქვათ. თქვენი აზრით, მახაჩევი მართლა დაიღალა თუ უბრალოდ მიზეზებს ეძებს, რომ მაიკლ მორალესთან და სხვა ახალგაზრდა მხეცებთან ბრძოლა რაც შეიძლება დიდხანს გადაავადოს. იქნებ საერთოდ ეშინია, რომ მისი ერა სრულდება და ქამარს მალე სხვა წაიღებს. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ. არის თუ არა ისლამი ნამდვილი ჩემპიონი, თუ ის უბრალოდ ხაბიბის ჩრდილში მყოფი მებრძოლია, რომელიც ზედმეტად ფრთხილობს. არ დაგავითხრდეთ ლაიქი და არხის გამოწერა. მომავალ შეხვედრამდე.